თავდაპირველად დავიწყოთ სწორედ იმ შეიარაღებული პირით, რომელმაც გუშინ შუადღეს მარნეულის ბაზარში ცეცხლსასროლი იარაღით ორ ადამიანს გაუხსნა ცეცხლი. მას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ახლა მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებენ, მიუხედავად იმისა, რომ ძალოვანი უწყების თანამშრომლებმა მალევე მოახდინეს შეიარაღებული პირის იდენტიფიცირება. ამ დროის განმავლობაში ძალოვანი უწყების თანამშრომლები ვერ გადიან შეიარაღებული პირის კვალზე. არსებული ინფორმაციით 26 წლის მამაკაცი, რომელიც ბაზარში იმყოფებოდა და რომელსაც თავდაპირველად შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გაუხსნა, გვიაღამით კლინიკაში გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ მექიმებმა ყველაფერი გააკეთეს ახალგაზრდა მამაკაცის გადასარჩენად, იმდენად მძიმე იყო დაზიანებები, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდა მიყენებული 26 წლის მამაკაცის გადარჩენა მედიკოსებმა სამწუხაროდ ვერ შეძლეს. ამ შეიარაღებულ თავდასხმას ყავს კიდევ ერთი დაზარალებული, ეს არის 26 წლის მამაკაცის მამა, რომელიც ამ ბაზარში მუშაობდა. სწორედ მის მაღაზიაში მოხდა ეს შეიარაღებული თავდასხმა და როგორც ვრცელდება ინფორმაცია, შეიარაღებულმა პირმა მამას ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ტყვია ეხსროლა, მას დაზიანებები აღენიშნება, თუმცა ჩვენი ინფორმაციით მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რა გახდა ამ სისხლიანი ანგარიშწორების მიზეზი? ეს არის ახლა სწორედ მთავარი კითხვა, რომელზეც სწორედ საგამოძიებო უწყების თანამშრომლები უნდა გასცენ პასუხები, თუმცა როგორც ადგილობრივები აქ პირველებთან საუბრობენ, სავარაუდოდ ეს ყველაფერი უკავშირდება ბიზნესის რეკეტს, რადგან ამბობენ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც იმ ადამიანებს უპირისპირდებიან ეგრეთ წოდებული კრიმინალური ავტორიტეტები, რომლებსაც მცირეოდენი თანხა მაინც აქვს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დაპირისპირება გუშინ მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა მარნეულის ერთ-ერთ ჰოსპიტალში, სადაც 26 წლის მამაკაცი რამდენიმე საათის განმავლობაში იყო მოთავსებული კლინიკაში, მას შემდეგ რაც ოჯახის ახლობლებმა გაიგეს იმის შესახებ, რომ მედიკოსებმა სამწუხაროდ ვერ შეძლეს 26 წლის მამაკაცის გადარჩენა. ამის შემდგომ დაუპირისპირდნენ პერსონალს, როგორც ვრცელდება ინფორმაცია, დამტროულია ინვენტარი და შესაბამისად ამ ფაქტზე ძალოვანი უწყების თანამშრომლებმა გამოძიებაც დაიწყეს. შიგნით რა მოხდა პროცესის წვეთი რო გაიცვეს და დანარჩენი სროლის ხმა გაიგეთ თქვენ? არა, აქ შეგავიგებდი მიაქავა და ის შარიან გადაიცვალა დღეს მითხეს დიდი. რას უკავშირდება ყველაფერი? აი ნაგვათ ვერ გეტყვი, არ ვიცი რა ხდება, როგორ ხდება. დაკავებული არის თუ არა ეს ხო არ გაგიგიათ ეს? არ ვიცი, ვიცი თო ქვეს ვინ არის რომ დაკავებული იყო ალბათ წუხში. დღეს დილით ხო არ გამოჩენილა ვინმე პოლიცია? არა, დღეს არავინ არ მინახია დღეს. ვიცი მუშაობდა და მომკვდარავად, რა ვიცი. ესროლეს. ეხლა ესროლეს. კამერები რაც დამონტაჟებულია მუშაობს არ? მუშაობს ალბათ, არ ვიცი. დაკავებულია თუ არა ხომ არ გაგიგიათ თქვენ ვინც ესროლა? არ ვიცი. ესროლეს და ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ერთია და მამაშვილი ყოფილა ესე. შვილი გარდაიცვალა. შვილი გარდაიცვალა 27 წლის ყოფილა და ხო რა გაიგეთ, აი რა მოხდა? არაფერი. ბევრჯერ დაისროლა? არა. შვილი გარდაიცვალა როგორც გავიგეთ. მეორე მამის მდგომარეობა კარგად არის თუ? კარგად არის. გაწერეს სახლში თუ კლინიკაში? არა, სახლში არის. გაწერეს. დაკავებული ხო არ არის ის ვინც ისროლა? ხო არ გაგიგიათ? არ ვიცი, არაფერი არ ვიცი. კამერებში რა ჩანს? არ ვიცი. ამოიღეს პოლიციელებმა ესე ჩაეწერები? მე არ შევსწრებულ ვარ და არ ვიცი რა მოხდა. როგორც ამბობენ, ვიღაცამ ბაზარში ისროლა და ორი ადამიანი დაჭრა. აქ პოლიციელები იყვნენ გამთენიისას. მე გუშინ არ ვმუშაობდი, მაგრამ ვიცი რომ სროლა იყო. ჩემ გვერდით მუშაობდა ეს კაცი. შვილი აკითხავდა ხოლმე. ბიჭი წუხელ გარდაცვლილა. მამა მძიმედაა. დანაშაულის ადგილას საგამოძიებო მოქმედებები არის უკვე დასრულებული, თუმცა შემთხვევის ადგილას ძალოვანი უწყების თანამშრომლები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ. შესაბამისად, მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული 13 თვალყურეო კამერების ჩანაწერები არის ამოღებული. შესაბამისად, იდენტიფიცირებულია ის პირი, რომელმაც შეიარაღებული თავდასხმა ჩაიდინა. მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე არის სისხლის კვალი, მთელი პერიმეტრი მთელი ღამის განმავლობაში ყვითელი ლენტით იყო შემოსაზღვრული. ახლა სწორედ ის ობიექტი, სადაც სისხლიანი ანგარიშწორება მოხდა, არის დაუქული. ჩვენ რასაკურველია ველოდებით ძალოვანი უწყების მხრიდან ოფიციალურ განცხადებას და შესაბამისად საზოგადოებაც ელოდება მთავარ კითხვაზე პასუხს, რა გახდა ამ სისხლიანი ანგარიშწორების მიზეზი, რამაც 26 წლის ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა.